1 1 2 3 1 2 1 2 3 შეიძლება მუშაობა. რეზერვი მარტო შაბათქვირი. პარასკევს არ უდის.
ალბათანებო და ბატონებო, ბატონო ოფიცერო, ხოლმე დაინაუკლებელი ადგილები.
ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ბატონი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი შალვა პაპუაშვილი, ქალაქ თბილისის მერი, ბატონი კახა კალაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბატონი ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ბატონი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი შალვა პაპუაშვილი, ქალაქ თბილისის მერი, ბატონი კახა კალაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბატონი ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი. ბატონო პრეზიდენტო, თავდაცვის ძალების უმაღლესო მთავარსარდალო, პირადი შემადგენლობა თავდაცვის ძალების 35 წლის საზეიმო ღონისძიებაზე დაწყობილია. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი დატუნაშვილი. გამარჯობა ბატონებო. თავისუფლად. თავისუფლად. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიწვნილ საზეიმო ღონისძიებას გახსნილად ვაცხადე.
ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს სახელმწიფო დროშა. საქართველოს თავდაცვის ძალების დროშა. აღლუმო სმენა სწორება დროშაზე ნაბიჯით ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ქალბატონებო და ბატონებო, გთხოვთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლის დროს და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას. მადლობთ. ქალბატონებო და ბატონებო, წარმოგიდგენ თავდაცვის ძალების მოკლე ისტორიას. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად ქართული ჯარის ჩამოყალიბების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. 1991 წლის 30 აპრილს სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელები პირველად მიიღეს, რის საფუძველზეც ეს თარიღი საქართველოს თავდაცვის ძალების დღედ აღინიშნება. თავდაცვის ძალების მთავარი მიზანია საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება. შექმნის დღიდან თავდაცვის ძალები ყველა ომსა და ბრძოლაში ღირსეულად იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და თავისუფლებას. სამაჩაბლო აფხაზეთის კონფლიქტის დროს 1991-1993 წლებში, რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს, საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები პარტნიორების მხარდამხარ იბრძოდნენ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. კოსოვოში 1999-2008 წლებში კოსოვოს ძალები, ერაყში 2003-2008 წლებში მრავალეროვნული ძალები, ავღანეთში 2004-2014 წლებში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალები, 2015-2018 წლებში გაეროს მხარდაჭერის მისია, 2015-2021 წლებში მტკიცე მხარდაჭერის მისია.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014-2015 წლებში ევროკავშირის ძალები 2015-2016 წლებში ევროკავშირის სამხედრო მრჩეველთა მისია 2017-2023 წლებში ევროკავშირის საწვრთნელი მისია მალის რესპუბლიკაში 2016-2023 წლებში ევროკავშირის საწვრთნელი მისია საქართველოს თავდაცვის ძალებმა ინსტიტუციური განვითარების მნიშვნელოვანი გზა გაიარეს და დღეისათვის მის შემადგენლობაშია თავდაცვის ძალების გენერალური შტაბი, აღმოსავლეთის სარდლობა, დასავლეთის სარდლობა, ლოჯისტიკის სარდლობა, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, ეროვნული გვარდია, სპეციალური ოპერაციების სარდლობა, აგრეთვე დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი და სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო. რა თქმა უნდა, თავდაცვის ძალები განაგრძობს გაძლიერებას. დღეს ჩვენი ქვეყნის დამცველთა რიგებს წვევამდელთა ახალი ნაკალი შეუერთდა, რომლებიც საზეიმოდ დადებენ ფიცს. ვიწყებთ ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალს. აღლუმო სმენა სამხედრო ფიცის დადებას შეუდექი მე საქართველოს მოქალაქე ჩემდივარა სამხედრო სამსახურში მინათლად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე ფიცო კეთის ინდისიერად ჩავისწავლო სამხედრო საქმე ღირსეულად განვაგრძო წინაპართა მხედრული ტრადიციები ფიცო კიცე დავიცვა სამხედრო დისციპლინა როგორც სახელმწიფო ძლიერების საფუძველთა საფუძველი ფიცო შევინახო მონდობილი სამხედრო საიდუმლოება შევასრულო სამხედრო წესდების ყველა მოთხოვნა და მეტაურის ბრძანება ფიცო კიცე დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისათვის თუ ამ ფიცს გავდეხ პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვფარავდეს ღმერთი ბატონო პრეზიდენტო თავდაცვის ძალების უმაღლესო მთავარსარდალო თავდაცვის ძალების ორმა ქვეითმა ბატალიონმა სამხედრო ფიცი დადო გენერალ-მაიორი ტატუნაშვილი ბატონებო, გილოცავთ სამხედრო ფიცის დადებას. თავისუფლად. ქალბატონებო და ბატონებო, სიტყვა ეძლევა საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს. მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, მივესალმები ქალაქ თბილისის მერს, თავდაცვის მინისტრს, თავდაცვის ძალების მეთაურს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, მოგესალმებით პატივცემულო, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო, რიგითებო, ძვირფასო დამსწრე საზოგადოება. 30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღე, ჩვენი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული თარიღია. ეს არის დღე, როდესაც უდიდესი პატივითა და ბადლიერებით მივმართავთ იმ პატრიოტებს, რომლებიც ყოველდღიურად ღირსეულად მსახურობენ და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, მშვიდობასა და უსაფრთხოებას. საქართველოს თავდაცვის ძალების დღე არა მხოლოდ სამხედროების პროფესიული დღესასწაული, არამედ მთელი საზოგადოების ერთიანობის, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისა და ეროვნული თვითშეგნების გამოხატულებაა.
ქართველი ხალხის ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიაა. სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები დაუღალავად იბრძოდნენ საკუთარი იდენტობის, სარწმუნოებისა და მიწაწყლის დასაცავად. სწორედ ამ უწყვეტმა პრინციპულმა ბრძოლამ ჩამოაყალიბა ჩვენი ეროვნული ხასიათი და ის შინაგანი ძალა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას არაერთი ისტორიული განსაცდელი გადაატანინა. ჩვენთვის, ქართველებისთვის სამხედრო სამსახური მხოლოდ პროფესია არ არის, ეს არის ღრმა ტრადიციის გაგრძელება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ტრადიციის, რომელიც ერთ თლიანობად კრავს წარსულს, აწმოსა და მომავალს და ჩვენი ეროვნული ერთობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს. დღეს სწორედ თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც ყოველ წამს მზადაა დაიცვას სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოება. თქვენი ერთგულება და სიმტკიცე ქართველი ხალხისგან გამორჩეულ სიყვარულს იმსახურებს. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის სამხედროების ოჯახებს, ადამიანებს, რომლებიც უდიდესი მოთმინებით, თანადგომითა და სულიერი სიმტკიცით იზიარებენ ღირსეული, თუმცა რთული მსახურების ტვირთს. მოგეხსენებათ, თანამედროვე უსაფრთხოების გარემო სწრაფად იცვლება და სახელმწიფოსგან მუდმივ სიფხიზლეს, გაძლიერებასა და განვითარებას მოითხოვს, მით უფრო მსოფლიოში დღეს არსებული გამოწვევების გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თქვენი სათანადო მხარდაჭერა, პროფესიული განვითარება და თავდაცვის უნარიანობის გამტკიცება პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და იმ მომავალს, რომელსაც ერთად ვაშენებთ. უდიდესი პატივისცემითა და მოგზალებით მინდა გავიხსენო ჩვენი დაღუპული გმირები, რომლებმაც სამშობლოს თავისუფლებასა და ღირსებაზე ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. ქეთს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. მათი სახელი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ხალხის მეხსიერებაში, როგორც თავგანწირვის, უდრეკობისა და სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულის მაგალითი. სურს საქართველოს თავდაცვის ძალების დღე მიულოცო ახალგაზრდებს, რომლებმაც დღეს სამხედრო ფიცი დადეს. დღეიდან თქვენ იღებთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ სამშობლოს წინაშე. სამხედრო ფიცის დადებით თქვენ იმ უწყვეტი ჯაჭვის ნაწილი ხდებით, რომელიც საუკუნეების მანძილზე აკავშირებდა და აერთიანებდა ქართველ პატრიოტთა თაობებს. საქართველოს თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილე განსაკუთრებით მინდა მიულოცო ჩვენს საამაყო ვეტერანებს, ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი გამოცდილებით, სიმამაცითა და თავდადებით საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე ქართულ ჯარს. თქვენი ღვაწლი, ცოცხალი მაგალითია დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის. თქვენი პატრიოტიზმი, ერთგულება, თავგანწირვა და პროფესიონალიზმი შთაგონების წყაროა მათთვის, ვინც დღეს ამ საპასუხისმგებლო გზას აგრძელებს. დასასრულ ყველა ქართველ სამხედროს კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს ფარველი. ქალბატონებო და ბატონებო, სიტყვა ეძლევა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს. მოგესალმებით, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონო დედაქალაქის მერო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, მოგესალმებით გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, კაპრალებს, მოგესალმებით 800 წვიმამდელს, რომლებმაც დღეს საზაიმოდ დადეთ სამშობლოს ერთგულების ფიცი. დღეს ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეული თარიღია. 35 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად პირველი წვევამდელების მიღებით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს თანამედროვე თავდაცვის ძალებს. მას შემდეგ ეს დღე ქართული მხედრული სულისკვეთებისა და სახელმწიფოებრივი სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა. ჩვენი ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად. შექმნის დღიდან თავდაცვის ძალები ყველა ბრძოლაში ღირსეულად იცავდა სამშობლოს თავისუფლებას. ამასთანავე, ქართველი სამხედროები, პარტნიორების ხარდამხარ, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში თავდადებით იბრძოდნენ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის. თქვენი პროფესიონალიზმითა და სიმამაცით უმაღლესი საერთაშორისო აღიარება და ჩვენი პარტნიორების უდიდესი დობა მოიპოვეთ. დღეს ჩვენ გულისწყივილითა და უდიდესი პატივისცემით ვიხსენებთ სამშობლოსათვის დაცემულ გმირებს. ქეთს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე, ვინც საქართველოს ერთიანობისა და მსოფლიოში მშვიდობისთვის ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე გაიღო. მათი თავდადება
ჩვენი ქვეყნის ისტორიის განუყოფელი და მარადიული ნაწილია. დღეს ჩვენი თავდაცვის ძალები ინსტიტუციურად ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ჩვენ გვაქვს უმაღლესი თანამედროვე სტანდარტების გენერალური შტაბი, რეგიონული სარდლობები და სპეციალური დანაყოფები. ჩვენს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს სამხედრო განათლებასა და მომავალი თაობების აღზრდას კი მაღალ პროფესიულ დონეზე ემსახურება ეროვნული თავდაცვის აკადემია და კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. დღეს, როდესაც სოფლიო და ჩვენი რეგიონი არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას. მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველია. ამავდროულად, ქართული ჯარი ყოველთვის ზად არის დაიცვას ჩვენი მიწა-წყალი და ჩვენი ხალხის უსაფრთხოება. ჩვენი სიმტკიცისა და პროფესიონალიზმის იმედი მუდამ აქვს ჩვენს სახელმწიფოს. ძვირფასო წვევამდელებო, თქვენ მიერ დღეს დადებული ფიცი არის იმ დიდი პასუხისმგებლობის დასტური, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვისთვის იკისრეთ. ჯერა თქვენი სამსახური გახდება იმ ურყევი მშვიდობის საფუძველი, რომელიც აუცილებელია ჩვენი სახელმწიფოს წინსვლისა და ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს და 35 წლის იუბილეს. ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ღმერთი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს. დიდი მადლობა. ქალბატონებო და ბატონებო, სიტყვა ეძლევა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს. ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო დედაქალაქის მერო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, მთავრობისა და პარლამენტის წევრებო, პატივცემლო სამხედრო მოსამსახურეებო, ქალბატონებო და ბატონებო. დღეს ჩვენ აღნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს. დღეს, რომელიც სიმბოლურად აერთიანებს ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, ეროვნული ღირსების განცდას და მომავალზე პასუხისმგებლობას. ეს დღე არის პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს ქვეყნის თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. საქართველოს ისტორია სავსეა გმირობის მაგალითებით. ჩვენი ერი საუკუნეების განმავლობაში იდგა ბრძოლის წინა ხაზზე, არა მხოლოდ საკუთარი მიწისა და რწმენის დასაცავად, არამედ ღირსების, იდენტობისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება თანამედროვე ქართული ჯარის სახით, რომელიც ერთგულად ემსახურება სახელმწიფოს და ხალხს. თუმცა ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის. ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში, ერთიანობაში, მშვიდობის შენარჩუნების უნარში. ძლიერი სახელმწიფო იქნება არა მხოლოდ ძლიერი ჯარით, არამედ სწორი, პასუხისმგებლიანი პოლიტიკით, რომელიც წინასწარ ხედავს საფრთხეებს, ამყარებს პარტნიორობას, აძლიერებს ინსტიტუტებს და ქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეული მოქალაქისთვის. მშვიდობა არ არის შემთხვევითობა, მშვიდობა არის შედეგი. ეს არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუციების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი. სწორედ ასეთ პირობებში იძენს თავდაცვის ძალები თავის სრულ მნიშვნელობას. ისინი არა მხოლოდ იცავენ ქვეყანას, არამედ არიან მშვიდობის გარანტი. მყარი ზურგი, რომელიც თავდაცვის ძალების სახით გააჩნია სახელმწიფოს, მოქნის ხდის ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის ნაბიჯებს. საქართველოს თავდაცვის ძალები დღეს არის თანამედროვე, პროფესიონალური და განვითარებისკენ მიმართული ინსტიტუტი. ჩვენ სამხედროებს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ და ამავდროულად ყოველდღიურად იცავენ ჩვენს მიწას. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს დიდი პატივი. დღეს ჩვენ აღნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 35 წლის იუბილეს. გზას, რომელიც დაიწყო 1991 წლის 30 აპრილს პირველი გაწვევითა და სამხედრო ფიცით და გადაიქცა ძლიერ, პროფესიონალურ და ღირსეულ ძალად, რომელიც დღეს იცავს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და თავისუფლებას. დღევანდელი თარიღი კიდევ უფრო ღრმა მნიშვნელობას იძენს, რადგან ჩვენ აღნიშნავთ საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, 1700 წელს მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად. ეს იყო მოვლენა, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ერის სულიერი იდენტობა, მისი კულტურა, ფასეულობები და ისტორიული გზა. ქრისტიანულმა რწმენამ გვასწავლა ერთობა, თავგანწირვა, სიმტკიცე და მოყვასის სიყვარული. ის ფასეულობები, რომლებიც დღემდე ცოცხლობს ქართულ ჯარში. სწორედ ამ სულიერ საფუძველზე დგას ჩვენი მებრძოლის გმირული სულისკვეთება. რწმენა,
რომ სამშობლოს დაცვა არის არა მხოლოდ მოვალეობა, არამედ მაღალი ზნეობრივი აქტი. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო დღევანდელ დღეს სამხედროების ოჯახებს. თქვენი სიმტკიცე და მხარდაჭერა არის ის უხილავი საყრდენი, რომელზეც დგას ჩვენი არმია. დღეს ჩვენ ასევე ვიხსენებთ იმ გმირებს, რომლებმაც თავი გაწირეს საქართველოსთვის. მათი თავგანწირვა არის მარადიული მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული. მათი ხსოვნა გავალდებულებს ვიყოთ ღირსეული, გაუფრთხილდეთ თავისუფლებას და გავაგრძელოთ დაწყებული საქმე. ქალბატონებო და ბატონებო, თავდაცვის ძალები არის საქართველოს სიმტკიცის, ერთიანობისა და მომავლის რწმენის სიმბოლო. თქვენი სამსახური გვახსენებს, რომ თავისუფლება არ არის მოცემულობა, ის ყოველდღიური ბრძოლის, შრომისა და მზადყოფნის შედეგია. ჩვენი ვალია ეს ბრძოლა იყოს გააზრებული, ერთიანი და შეუვალი. გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს, დიდება ქართველ მებრძოლებს, დიდება საქართველოს. სიტყვა ეძლევა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ბატონ ირაკლი ჩიქოვანს. ბატონო პრეზიდენტო, თავდაცვის ძალების უმაღლესო მთავარსარდალო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონო თბილისის მერო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, ბატონო გენერალებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, პატივცემულო სტუმრებო. დღეს განსაკუთრებული დღეა ყველა ჩვენგანისთვის, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. საქართველოს თავდაცვის ძალების შექმნიდან 35 წელი შესრულდა. როდესაც განვლილ წლებს გადავხედავთ, ნათლად ჩანს, რომ ეს გზა მარტივი არ ყოფილა. იგი სავსე იყო წარმატებებით და ასევე გამოწვევებით. ქართული ჯარი ანარეკლია ჩვენი ქვეყნის ისტორიის. ის საუკუნეების მანძილზე საქართველოს სიმტკიცის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების სიმბოლოდ ჩამოყალიბდა. ქართველი მებრძოლი, რომელიც მუდამ თავგანწირვით იცავდა სამ ძირითად საუნჯეს, მამულს, ენას და სარწმუნოებას, ჩვენი ერის ისტორიისა და იდენტობის განუყოფელ ნაწილად იქცა. სულ ცოტა ხნის წინ თავდაცვის ძალებმა მთელ ქართველ ერთან ერთად უდიდესი პატივითა და სიყვარულით გააცილა უკანასკნელ გზაზე ჩვენი დიდი პატრიარქი და სულიერი მამა ილია მეორე, რომელიც მუდამ ავლენდა ზრუნვას ჯარზე და მის სულიერ სიმტკიცეზე. მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატო თითოეული თქვენგანის მიმართ და მადლობა გადაგიხადოთ ამ ღირსეული სამსახურისთვის. ქართველი ჯარისკაცის გმირობამ, სამშობლოს ერთგულებამ, თავგანწირვამ და შეუპოვარმა სულმა თავდაცვის ძალების ისტორია ყველასათვის მოწიწებისა და პატივისცემის მაგალითად აქცია. ჯარისკაცობა რჩეულთა საქმეა. ჯარისკაცის პროფესია კი საამაყო და ამავდროულად საპასუხისგებლო ცხოვრებისეული არჩევანი. ქართული ჯარი ყოველთვის იდგა იქ, სადაც სამშობლოს სჭირდებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა თუ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, თუ ეს იქნებოდა საერთაშორისო მისიებში, სადაც ყოველთვის წარმოჩინდა როგორც ღირსეული და მტკიცე პარტნიორი. ამიტომაც თავდაცვის ძალები დღეს ჩვენი საზოგადოების მხრიდან აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე სანდო და საიმედო სახელმწიფო ინსტიტუტი. დღევანდელ დღეს პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ ყველა ის გმირი, ვინც თავი შესწირა და სიცოცხლის ფასად დაიცვა ჩვენი სამშობლო. ქეთს ვიხრი თითოეული მათგანის ხსოვნის წინაშე. განსაკუთრებული პატივისცემა მათ ოჯახებს. დღევანდელი იუბილე მინდა მიულოცო იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ქართული ჯარის შექმნის სათავეებთან იდგნენ და დღემდე დღულად ემსახურებიან ქვეყანას. ქართული ჯარი დღესაც ჩვენი ვეტერანების მაგალითებს ეფუძნება. თითოეული მათგანის სამშობლოს ღირსეული სამსახური კი გზას უკვალავს ახალ თაობას. ჩვენი ჯარის განსაკუთრებულად პატივსაცემი ნაწილია გაუტეხელი და დაუმარცხებელი დაჭრილ-დაშავებული მებრძოლები, რომლებიც სიმტკიცის, ნებისყოფის და ღირსების ცოცხალი სიმბოლოები არიან. ქართული ჯარის 35 წლის იუბილეს ულოცავ თითოეულ ჯარისკაცს. ულოცავ ჩვენი ჯარის საღდენს, ჩვენს სერჟანტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ თავდაცვის ძალების დისციპლინასა და მებრძოლ სულს. ჩვენს ოფიცრებს, რომლებიც ძლიერი ლიდერობით ქმნიან ნდობას და პირველები იღებენ პასუხისგებლობას. და რა თქმა უნდა, თავდაცვის ძალების იუბილეს ულოცავ ჩვენი მომავლის იმედს, ახალგაზრდა იუნკერებს, კადეტებს, წვევანდელებს და ასევე სამოქალაქო პერსონალს, ყველას, ვინც აძლიერებს საქართველოს თავდაცვის ძალებს. დღევანდელი საზეიმო განწყობა
განსაკუთრებულია იმ 800 ახალწეულისათვის, ვინც ქვეყნისა და ერის წინაშე დღეს აქ დადო სამხედრო ფიცი. წარმატებები თქვენ. მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატო ჩვენი სამხედროების ოჯახების მიმართ, მშობლების, მეუღლებისა და შვილებისადმი, რომლებიც ყველაზე მძაფრად იზიარებენ მათი ოჯახის წევრის ამ საპასუხისმგებლო არჩევანს. ყველაზე მეტად გრძნობენ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და რისკებს და ყოველდღიურად უდიდესი გულშემატკივრობით უდგანან მათ გვერდით. სწორედ ოჯახია ის მტკიცე და საიმედო საყრდენი, რომელიც ამაგრებს ჩვენს ჯარისკაცებს ამ რთულ და ღირსეულ პროფესიაში. მტკიცე და მზრუნველი ოჯახი ჯარისკაცისთვის არის მისი რწმენის, სიმტკიცის და გამძლეობის ყველაზე დიდი წყარო. ბატონებო და ქალბატონებო, 35 წლიანი ისტორიაზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით საქართველოს თავდაცვის ძალებისათვის მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება. იგი უნდა ტრანსფორმირდეს მაღალტექნოლოგიურ მობილურ ძალად, რომელსაც შესწევს უნარი შეაკავოს აგრესია. ეს კი მიღწევადია მხოლოდ გააზრებული, თანმიმდევრული და გეგმაზომიერი ნაბიჯებით. ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რომ ჩვენ ჯარს ჰქონდეს სათანადო აღჭურვილობა, დაინერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები და გაუმჯობესდეს სამხედროებისა და მათი ოჯახების სოციალური პირობები. ქართველი სამხედროების პატრიოტიზმსა და მონდომებაზე, სიმტკიცესა და სიძლიერეზე დაფუძნებული სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ქართული ჯარი არა მხოლოდ ჩვენი სამშობლოს დაცვის გარანტიაა, არამედ ეროვნული ღირებულებების ძლიერი კერაა. მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალს მიხეილ ყაველაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, პოლიტიკური გუნდის ლიდერებს და ყველას, ვინც მხარს უჭერს თავდაცვის ძალების განვითარებას. განსაკუთრებული მადლობა პირადად პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს იმ დამოკიდებულებისათვის, რომელსაც ის იჩენს ქართული ჯარის მიმართ. ბატონო ირაკლი, თქვენი თანადგომა და მუდმივი ჩართულობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და უმნიშვნელოვანესია თავდაცვის ძალების გაძლიერებისათვის და ქვეყნის უსაფრთხოების გამტკიცებისათვის. თქვენი მხარდაჭერითა და მონიჭებული მანდატით ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ თავდაცვის ძალებს და მის შესაძლებლობებს. მოგეხსენებათ, ჯარის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სამხედრო ხელმძღვანელობის როლსა და პროფესიონალიზმს, რადგან სწორედ მათი ცოდნა, გამოცდილება და მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს ჯარის ქმედითობის ხარისხს. მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილს, რომელიც თავდაცვის ძალების 35 წლიანი ისტორიიდან 32 წელია ერთგულად ემსახურება ქვეყანას, როგორც ჯარისკაცი. ასევე 32 წელია ქვეყანას ერთგულად ემსახურება ჩვენი გენერალური შტაბის ხელმძღვანელი გენერალ-მაიორი ჯონი ტატონაშვილი. მადლობა თქვენ მსახურებისთვის. ეს ადამიანები კეთილსინდისიერებისა და მაღალი პასუხისმგებლობის მაგალითია ყველასათვის. ასევე მადლობა მინდა გადაუხადო მეთაურის მოადგილეებს, მინდა მადლობა გადაუხადო გენერალურ შტაბს, მინდა მადლობა გადაუხადო სარდლებს, ბრიგადის მეთაურებს, ბატალიონის მეთაურებს. დაუღალავი შრომისთვის და დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის. კიდევ ერთხელ, ყველა სამხედროს გილოცავთ დღევანდელ დღეს. მადლობა ყველას, ვინც ატარებს სამხედრო ფორმას. გისურვებთ მშვიდობას და წარმატებას საქართველოს სამსახურში. ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი. დიდი მადლობა. სიტყვა ეძლევა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილს. მოგესალმებით ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესო მთავარსარდალო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონო თავდაცვის მინისტრო, პატივცემულო მთავრობისა და პარლამენტის წევრებო, ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, მოწვეულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო. დღეს სიამაყით აღნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 35 წლის იუბილეს. გილოცავთ ყველას სახელმწიფოსთვის ამ მნიშვნელოვან თარიღს. დღევანდელი დღე მინდა განსაკუთრებულად მივულოცოთ ჩვენს წევანდელებს. სამხედრო ფიცის დადებით ისინი შემოუერთდნენ ჩვენ დიდ და ღირსეულ ოჯახს საქართველოს თავდაცვის ძალებს. 35 წლის წინ ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად ქართველი ჯარისკაცებისათვის 30 აპრილი გახდა პასუხისმგებლობის, განვითარებისა და უწყვეტი ბრძოლის სიმბოლო. დღევანდელი დღის აღსანიშნავ ღონისძიებას წლების განმავლობაში მყარ საფუძველს უქმნიდა თავდაუზოგავი შრომა,
მამაც მებრძოლთა დაღვრილი სისხლი და სამშობლოს დასაცავად გაღებული მრავალი სიცოცხლე. სწორედ ამ გზაზე ჩამოყალიბდა ის ძალა, რომელიც დღეს დგას ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე. საქართველოს თავდაცვის ძალები ყოველთვის მზად არის უპასუხოს ქვეყნის წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. ჩვენი შესაძლებლობების გაუმჯობესება დღეს აისახება მოდერნიზირებულ შეიარაღებაში, კარგად გაწვრთნილ და თანამედროვე აღჭურვილ ჯარისკაცებში. ჩვენი მთავარი საყრდენი არის პროფესიონალი ჯარისკაცი, რომელიც ფლობს ცოდნას და აქვს საბრძოლო სულისკვეთება. ჩვენი ძალა არის განათლებულ სამხედრო მოსამსახურეებში, ოფიცრებში, სერჟანტებში, სამოქალაქო პერსონალში, თითოეულში, ვინც ყოველდღიურად ემსახურება ქვეყნის უსაფრთხოებას. წლების განმავლობაში თავდაცვის ძალების ჯარისკაცები მონაწილეობდნენ საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფის ოპერაციებში. ჩვენ აქტიურად მონაწილეობთ საერთაშორისო სწავლებებში, სადაც ქართველი ჯარისკაცები მაღალ დონეზე ასრულებენ და ღირსეულად ასრულებენ მათთვის განსაზღვრულ ამოცანებს. ხარდაჭერისათვის სურს მადლიერება გამოვხატო ჩვენი პარტნიორების მიმართ. მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და თავდაცვის ძალების სახელით მადლიერება გამოვხატო ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ, თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებისა და მუდმივი მხარდაჭერისათვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო თავდაცვის მინისტრს მუდმივად გვერდში დგომისათვის და იმ ძალისხმევისათვის, რომელსაც ის არიშურებს თავდაცვის ძალების გაძლიერებისათვის. ქეთს ვიყრი ყველა დაღუპული ჯარისკაცის წინაშე, მათი ღვაწლის სამშობლოსათვის ფასდაუდებელია. დასასრულს კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილეს. თქვენთან ერთად ვილოცავ ყველა მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს, რეზერვისტს, ვეტერანსა და მოხალისეს. დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად ვილოცავ ჩვენ დაჭრილ დაშავებულ მებრძოლებს. წარმატებას გისურვებ თითოეულ თქვენთაგანს თავდაცვისა და ძალებისა და ქვეყნის აღმშენებლობის საპატიო საქმეში. პარავდეს ღმერთი. ქალბატონებო და ბატონებო, ვიწყებთ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს. უწყებრივი მედლებით სამშობლოსათვის თავდადებული ჯილდოვდებიან ვიცე-პოლკოვნიკი ეფნი ნოდარისძე ქურდიანი, მაიორი ნიკოლოს ვახტანგისძე ასანაშვილი, მაიორი გიაგურისძე გეწაძე. მედლით თავდაცვის ძალები 35 წლისაა. მაიორი დიმიტრი ოლეგიძე ბედინაშვილი, კაპიტანი ნიკა ზურაბიძე გოგოხია, მასტერ სერჟანტი გენდრი გურამიძე სიმსივე. უწყებრივი მედლებით პირად შემადგენლობას დააჯილდოვებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბატონი ირაკლი ჩიქოვანი. ვემსახურები საქართველოს. ვემსახურები საქართველოს. მაიორი ბედინაშვილი. ვემსახურები საქართველოს. მაიორი გეწაძე. ვემსახურები საქართველოს. მაიორი ასანაშვილი. ვემსახურები საქართველოს. ვიცე-პოლკოვნიკი ქურდიანი. ვემსახურები საქართველოს. მადლობს ბატონო მინისტრო. უწყებრივი მედლებით გენერალი კვინიტაძე ჯილდოვდებიან კაპიტანი ჯემალ დავითიძე ზაუტაშვილი, მაიორი თენგიზი შოთაზე დავითულიანი, მაიორი თემურ მიხეილიძე ნებუნიშვილი, კაპიტანი მიხეილ დევდარიძე ფალაშვილი, კაპიტანი გურამ ჯოლბორდიძე ბეროზაშვილი, კაპიტანი გიორგი რევაზიძე ავალიანი. უწყებრივი მედლებით პირად შემადგენლობას დააჯილდოვებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი. მარჯვნისა, კენ!
მრავალიან. ვემსახურები საქართველოს. კაპიტანი ბეროზაშვილი. ვემსახურები საქართველოს. კაპიტანი ბალაშვილი. ვემსახურები საქართველოს. მაიორი ნებუნიშვილი. ვემსახურები საქართველოს. მაიორი დავითულიანი. ვემსახურები საქართველოს. კაპიტანი ზაოტაშვილი. ვემსახურები საქართველოს. ლეიტენანტო უწყებრივი მედლით გიორგი ანწუხელიძე ჯილდოვდებიან უმცროსი სერჟანტი ნოდარ ოთარიძე ჯამბურიძე სერჟანტი ნიკოლოს ლევანისძე გიგაური სერჟანტი შალვა გურამისძე ტატულაშვილი უფროსი სერჟანტი რამაზ მიხეილისძე რევაზიშვილი სერჟანტი ტარიელი თამაზისძე ბიცკინაშვილი მასტერ სერჟანტი ვალერი გელასძე ბერიანი უწყებრივი მედლებით პირად შემადგენლობას დააჯილდოვებს საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური მარჯვნისა კენ მასტერ სერჟანტი ბერიანი. ვემსახურები საქართველოს. სერჟანტი ბიცკინაშვილი. ვემსახურები საქართველოს. უფროსი სერჟანტი რევაზიშვილი. ვემსახურები საქართველოს. სერჟანტი ტატულაშვილი. ვემსახურები საქართველოს. სერჟანტი გიგაური. ვემსახურები საქართველოს. უმცროს სერჟანტ ჯამბურიძე. ვემსახურები საქართველოს. გვადლობთ ბატონო მთავარო სერჟანტო ქალბატონებო და ბატონებო ჯარისკაცის მრწამსი ერთგულად ვემსახურები ჩემს სამშობლოს და ჩემს ხალხს. ატივსამ ჩემი ქვეყნის წარსულს ვიცავად ყოს და ვიფცი უკეთესი მომავლისათვის. საქართველოს სახელით ვიცავ მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. მიამაყება რო ვარ ქართული ჯარის რიგებში და ვიცავ მის ღირებულებებს. ყველგან და ყოველთვის დავიცავ საქართველოს დროშას და ღირსებით ვატარებ მუნდირს. ვასრულებ დაკისრებულ მოვალეობას. არასოდეს მივატოვებ ჩემს თანამებრძოლს ომსა თუ მშვიდობაში. ატევს მივაგებ გმირებს და ქერს ვიხრი მათი თავდადების წინაშე. წმენა გამარჯვებისა ჩემი გზამკვლევია ბრძოლის ველზე. მე ვარ იქ სადაც ჩემს სამშობლოს ჭირდები. სამშობლოსათვის.
ქალბატონებო და ბატონებო, მადლობას მოგახსენეთ მობრძანებისათვის. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დასრულებულია. გთხოვთ გადაბრძანდეთ სამხედრო ტექნიკის დასათვალიერებლად.